კინოკომპანია ზიპოტელა პიქჩერსი წარმოგიდგენთ. Tan-taran-tan, tan-taran, tan-taran-tan, tan-taran-tan. ამსტერდამელებს და თბილისელებს რაც გვაერთიანებს, ეს ველოსიპედის კულტია. ჩვენ ძეგლი გვაქვს, ისინი კი მათ დანიშნულების მიხედვით იყენებენ. აქაურებს არ უყვართ, როცა მარიხუანას ქალაქს ეძახიან. თუმცა კოფიშოპები ამათი გოგირდის აბანოებია. შედიხარ და იქიდან ახალივით გამოდიხარ. ქართველებში ეს ადგილები ძალიან პოპულარულია. იმდენად რომ ზოგ კოფიშოპში დაამატეს ქალაქური და მთიულური. აქ ხატავდა რემბრანტი, ღმერთზე ფიქრობდა სპინოზა და უბიწოება დაკარგა ზაულმა. დიახ, სწორედ აქ ამ პატარა ქუჩაზე, რომელსაც ასევე პატარა არხი ყოფს ორ ნაწილად, სოდომად და გომორად. წითელი ფარნების უბანი კი ჰქვია, მაგრამ აქ ადამიანს ვერ ნახავთ ფარნის ფერის სანახავად იყოს მოსული. ჩვენ რას კითხო? ის ამაკ საბას აპლიკაცია და იქნება. მე მეგონა კინოს უყურებ და ელექტრონული წიგნი. კინოს კითხო. მეც მაგითო მეგინე. რა წიგნს კითხო? სნობების წიგნი, ესე. სნობების ძველი წიგნია. ვა, გადადიხარ სნობებში. ჯერ არ გირგება შენ. გადავდივარ. ვინ რეკომენდაცია მოგცარო? სნობების წიგნი მოგიხდება. რატო უხდება? სადღაც ჰანოვერთან. სნობების წიგნი. ისა, თამაშები არ გიცდია? ჩადრაკი მაგალითად. არა, ჩადრაკს ლეპტოპში თამაშობდა, ამას გაყოფილია კი ესა რამე რო არ გადაედოს. უცხოდ აქ ხება იგი გამოჩნდეს, გაგიჟდება. აი, მიდი, ჩემი ტრადიციული კითხვა. კითხულობს იმ ლეპტოპში თამაშობს, ტელევიზორში უყურებს ფილმებს. ხო, ანუ რო ერთ და იგივე რო შეუულია რო გააკეთოს აქ ფორტეპიანოზე ვუკრავ. ფორტეპიანოზე. 50 erreichen wir Hannover Hauptbahnhof. Hannoveris Hauptbahnhof. Vorgesehene Anschlusszüge erreicht. მის რამი გაქვთ გერმანია. მე იმდენჯერ ჩანელა ხო ჩემი რუმეიტია გეტყვით რა. აბა? ნაცრისფერი მოგონებები. არა, რატო ჯემპრიც იყით? ეს არა, ეს ხო ქონდა კაცო. ხო და აბა გამიგვი. სუვენირად არ მიყიდა. არა, მაგარი იქნებოდა რომ ეს ჯემ ისეთივე ჯემპრი ნახარ. მე ვიყიდე ძალიან მაგარი სუვენი. აბა? აბა და ისა დამაცად. შენ რა იყიდე მანამდე მითხარი. მე იმდენჯერ ვარ ნამყოფი რომ ყველაფერი გაზიდული. მეც ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ამჯერად გაზიდული ხო ვეღარ ვიმახსოვ. ამჯერად ვიყიდე უცნაური რაღაცა. და გამიხარდა მე 1000 ბიზნესიდია მომივიდა. მაგრამ ვერა განვახორციელე. ეგ მეც მე ვიყიდე ფული. 0 ევრო იყიდა. რა მიეც? 4 ევრო. შეგან ბიზნესმენი არ გამ. ვერ გესხვია მოგებაში და 0 ევრო იყიდა 4 ევრო. ხო და ეხა ის ვინც მიყიდა სახში მივიდა და შვილებს ეუბნება შვილებო ნახეთ რა ვიყიდე. უპასოთ. 0 ევროთ. ბიჭო რა კაი ხარისხი. რა კაი რა ეს არის. ნამდვილი ევრო, ოღონდ 0 წერია რომ არ გამოიწვია. ნამდვილი ხარ. ვინსუნელი გაგიხურებს ამაზე რომ ყალბია. რომ იგიხონო პოლიციაში. ყალბი 0 ევრო. ხო და მე რა იდეა გამიშდა ისი რომ ამას რო ერთიანი მივაწერო. საით? აი აქ. იმ წუთში. საით რა 0 ევრო. იმ წუთში ყალბი გახდება. ეს რამდენი ლარია? ეგ არის. აუ. ბიჭო რა არის იცი? რატო 0-0-ია? 0-0-ია ხო. ეგრე ნუ ითვლი ხალხნა. ანუ მე რო ეს მეყიდა, კაი, მაშინ შენ იმაზე წავალ 0.1 რო იყოს. 0.1 წუთს ხواسა. ეხა ნახე, მაგის ეგ ვარში გამოდის. აქ კაი კურსები აქვს თბილისში. ზუსტად 0 ლარი. ზუსტად ხო? ზუსტად 0 ლარი. არა, სხვა რამეს გეუბნები. 0 გამრავლებული 3.03 და 80-ზე. გამოდის ზუსტად 0 ლარი. კაი, დაუშვათ 0.1 რო დამითვალო. 0.1 უკვე წინ ხარ. გამოდის
30 კაპიკი და კიდო მანაც 38 მიასწედი. ტიდისის აპლიკაციაში არ ამგონია რომ კაპიკი იყოს. მე მაგ ძველი ვერსია. საბჭოთა ედიშენი აქ. ძველი ფორმაცია ედიშენი. თქვენ არ გიყიდიათ არაფერი? მე კიდე ესეთი პატარა ბერლინის მაგნიტები ბრანდენბურგი. თქვენ არ გიყიდეთ გაი ნეტა შენც არ გიყიდეთ. გაანებე ჩემ ევროებს თავი. სულ ფიქრობდი რომ მაგნიტზე დებილობა თუ არის რამე და არის თურმე. ეს არ ამოგაცალონ მაინც მულიჯიმში. ეს ზიფთა. უკაცრავად და ხუი მორხენ სურვილების სიაში ამსტერდამი აღმოჩნდა ჩემი წილხვედრი. მე მეგონა რომ ამსტერდამი შემომოტეხა, მაგრამ არის ფორმაშია. აი ხედავთ კონვერტს, ახლა გავხსნი და ვნახოთ რა სურს მასას. ამსტერდამი ასეთი სურვილი გვაქვს. ჯანელამ ჩაგვიტაროს ვირტუალური ექსკურსია მაყურებელს და რეალური იქაურ ქართველებს თუ ვინმე სიპოვით. შენი ექსკურსიები ხალხს უყვარს. შენ სიმღერებს ხალხი მღერს. შორს გამოვარდნია სახე. რაღა შორს პროფომში გქონდა გავარდნილი. აი 1 საათი მომეცით და მოვამზადებ რა. სად მოვიდეთ 1 საათში? ცენტრალურ მოედანზე. ლენინის მოედანზე. გასამდა. მაგარი ექსკურსია გველოდება ეჭვი. მოპარული ველოსიპედები იაფად. მოპარული ველოსიპედები იაფად. თბილისი ხო იცი პატარა ქალაქი. არ ვიცნობდით, ჩემთხოვით მოვიდა, რაღაცა არ გამოვა. ამიტომ პირდაპირ ესა მივესალმოთ. გამარჯობა მაშო. გამარჯობა. Hello. Do you speak Georgian? Yes. ქართულად შეგვიძლია ლაპარაკო. როგორ ახარ? კარგად. რამდენი ხანი არ ვინა? დორტმუნდში გავიცანეთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ეხა მითხრა. დედა შენი ნახავს ამას და ღვინო ხო გადმოგეცი. კი, ღვინო. თქვენი სახელი? ანდრია ანდრია, რაზე სწავლობ? ასტრონომიას მაგისტრატურაზე. ასტრონომია? ამას არ ველოდი. ეხლა ვსწავლობ ეკონომიკას, სამართალს და პოლიტიკას. შემოვედი. რა დარჩა? ფიზკულტურა. იურისტი ვარ, ერთ-ერთ ტრასტ კომპანიაში იურიდიული მენეჯერი ვარ. დიდი მადლობა. გასამდებოდი. რომ გამოგეხმაურეთ, იმიტომ რომ ბევრმა ვერ გარის. სიტყვა კი. რაღაცა რაკარუკი კი გამიდის. რომელ კურსზე ხარ? მაგისტრატურის პირველი წელი არის და ანუ პლანეტები გავლილი. ხო, ცოტა ხანში მოვა ბატონი გიორგი და ბატონი გიორგი მესრებათა აკადემიაში წასული რაღაცებს ასუსტებს. ნაშრომი გამოითხოვა. ქალაქის მერიაში არის. მოგესალმებით ინდმეწარმე გიორგი ჭანელი. გერმანიაში გემბეხაში. სანამ ექსკურსიას დავიწყეთ, საჩუქარი მინდა გადავცე პირველად მოსულ ადამიანს, მაშო აღმოჩნდა ეს, გილოცავთ. ვინც მოასწრო ყველას? მადლობა. თქვენთვის ეს იქნება საჩუქარი, დანარჩენებისთვის გაკვეთილი. შვიდობაში. ბოდიში ვისგან არის საჩუქარი? მაინც გამოგვატანეს და რომ ხო. სოკარისგან. სოკარი არის ჩვენი მეგობარი და ამ ფილმის ერთ-ერთი მხარდამჭერი. მადლობა სოკარსა თქვენს. მოდი ამას გამოგართმევ და ეს რო არ ვატაროთ ხო მთელი ამსტერდამი. ესეთი იდეა იყო მოფიქრებული, ვინც პირველი მოვა იმას ვაჩუქოთ. რა გასწროთ ყველა. თქვი რომ არ მithქვამს მე შენთვის რომ ადრე მოდიო. ვიწყებთ ექსკურსიას ქალაქ ამსტერდამში. როგორც ყველა თავმოყვარე ქალაქს, ამ ქალაქსაც აქვს ლეგენდა, თუ როგორ შეიქმნა იგი. ბევრმა შეიძლება არ იცით, ეჭვი მაქვს რომ არც ერთმა არ იცით. აქ იყო ადრე მეთევზეების პატარა დასახლება სოფელივით და ცხოვრობდნენ
ღარიბულად და მეთევზურად. თევზის სუნში. ერთხელაც ერთმა ადგილობრივმა დაიჭირა ოქროს თევზი. და როგორც ოქროს თევზმა იცის ხოლმე, თხოვა რომ გამიშვიდა ნებისმიერ სურვილს შეგისრულება. ამ კაცმა თხოვა რომ მე მინდაო რომ ეს ადგილი გახდეს სოფლიოში ცნობილი და მდიდარი ადგილი. თევზმა უპასუხა რომ ესეთი სურვილიო აქამდე არავის არ უთხოვია, ვინც მიჭერდაო ყველა ბოზებს თხოვდა ან ნარკოტიკებს. ამიტომ ეს ქალაქი გახდებაო, იქნება ქალაქი, იქნება მდიდარიო და საჩუქრად კიდე ერთი ქუჩა ბოზები და ნარკოტიკები. აი სწორედ ამ ქუჩაზე ვიმყოფები. ლამაზი ლეგენდა. გაიხედეთ, სხვა გიდი არ გვისმენ. თავი არ მოგვეჭრა. დინარეში არ გადააგდო. ამ ქუჩაზე ვიმყოფებით ახლა ჩვენ და არა მარტო ბოზები და ნარკოტიკები, აქ ასევე არის კულტურული ობიექტები, თეატრი, მართალია პორნო თეატრი. თანამედროვე აღწერილობით მაინც კულტურის ობიექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სხვათა შორის ქართული ცნობილი სპექტაკლების სახელებიც აფიშაზე რომ მიაწერო, ძალიან მოუხდება. მე ბებია ილიკო და ილაკი. ნუ გეშინია დედა. მოკვეთილი. ირინეს ბედნიერი. სტუმარ მასპინძელი, ხამუშაძის გაჭირვება და ნებისმიერი. რაც შეეხება თეატრების გარდა რომ ქალები დგანან, სპეციალად მოგიყვანეთ დილით. რომ მე საღამოს აქ ისეთი ამბავია, ვინცაც შეძვრებოდი დევნის ამბავ თავი არ მქონდა და ამიტომ კარგია რომ შუა დღეზე მოხვედი. საშუალო ფასები, ვინც არიცით 50 ევროდან არის, პერიოდულად არის ფასტაკლებები. შავ პარასკევს მაგალითად 30 ევროთ იყვეთ. და ევროდ იხვეწებოდა ერთი პოლონელი გოგო. ამ ქუჩაზე დანარჩენს თქვენი თვალითაც ნახავთ. შეგიძლიათ გამომყვეთ ახლა და უფრო ცივილურ ადგილებში მიგიყვანთ, აი ეს გადმომცეთ. თუ ვინმე ჩამომრჩით, აი ამას გამოყევით აწეული მაგ. გადავინაცოთ ქალაქის ცენტრისკენ. გაგვიძეხი. ზუმერის ნიშანს წამოყევით. ახლა ჩვენ ვიმყოფებით კეთილშობილ ქალაქ ამსტერდამის ცენტრში. რატომ კეთილშობილ? იმიტომ რომ აქ ადამიანს რაცა უნდა სისულელე უთხრა, პირველ რიგში ის ფიქრობს, რომ სისულელე კი არ უთხარი, არამედ დაბოლილი ხარ. ამიტომ ამსტერდამი ეს არის ქალაქი, რომელიც მეორე შანსს გაძლევს. რაცა უნდა დებილი იყო თქვენ. გაიხედეთ უკან, ეს არის მადამ ტიუსოს მუზეუმი. აქ ცვილისგან აკეთებენ ადამიანის ფიგურებს, ისევე როგორც ქართულ ციხეებში პურისგან აკეთებენ კრიალოსნებს და რაღაც ნივთიერებს. ყველაზე ცნობილი ვისი ფიგურაა თუ იცით? ბატონო გიორგი, ფასიანია შესვლა და არა ვარ ნაყოფი. რა კარგი ვქენთ ეს გიდი რო ავირჩიეთ. გავადრო მიხვდები თურმე დარჩენა სასლას ჯობდა. სიტყვა წამოგვეწია, მაგრამ მე მედი მაქვს რომ ვაშკაცი ჯგუფი შემხვდა დღეს და არ იქნება წუწუნი და რაღაცა პრეტენზიები. ფული დაგვიბრუნეთ და ასე შემდეგ. აქვე ბოდის მოგიხდით რომ ყელი მაწუხებს არასტაბილური ხმა მაქვს. უშინ ანდა მოდი აკლიმატიზაციას დავაყენო. შემოგვიერთნენ ტურისტები, თუ დააკვირდებით, ისეთი საინტერესო ლექციაა, რომ ყველა საინტერესებს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ყვავილების ბაზრობაზე. მოგახსენეთ, რომ ნიდერლანდები არის ყვავილების მწარმოებელი და იმპორტიორი ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოში. ყვავილებთან ერთად შესაბამისად ყვავილის დაავადებების, ყვავილის ფობიების და ასე შემდეგ.
ფუტკარის. ხო, შესაბამისად აქ არ არის რეკომენდებული, რომ ადგილობრივ გოგონას აჩუქოთ ყვავილი. ეს იგივეა გორელ გოგონას ვაშლირო. შეიძლება ჩაგარტყათ თავში. გავიხედოთ აი ამ მხარეს. ეს არის საცხოვრებელი ტიპური ამსტერდამული სახლები. ზემოთ დააკვირდებით, რომ კაუჭები აქვთ ყველას. რახან აქ ვიწრო სახლებია, მოსახლეობას კაუჭებით შეაქვს და გამოაქვს ავეჯი, დიდი ნივთები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ქართველმა კრიმინალებმა აქ დიდხანს ვერ იბოგინეს, იმიტომ რომ შეტანას და გამოტანა განსაკუთრებით რთულია მოპარული ნივთების და ამიტომ ქართველმა კრიმინალებმა მალევე გადაინაცვლეს შედარებით თბილ ქალაქში. უკან არის მეტრო ამ ქუჩის ბოლოს. ამსტერდამის მეტროზე რა შეიძლება ითქვას 52 სადგურია, ორჯერ მეტი ვიდრე თბილისში. მშენებლობა დაიწყო 1975 წელს და 2 წელიწადში ააშენეს. ეს გაცილებთ ნაკლებია, ვიდრე არკეთილის მეტროს სახურავს არემონტებენ. ბოლო წლებია თბილისში. და ეს ინტერვალი იზრდება და იზრდება, ჯერ არ დამთავრდება. კოფიშოპში სასწაული ყავები აქვს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჰოფსტრატზე. ეს არის ამსტერდამის ყველაზე ძვირიანი მაღაზიების ქუჩა. აქ ისეთი ძვირიანი მაღაზიებია, რომ მე რომ მამასახლისი ვიყო ამ ქუჩის. აი იმ პატარა მანქანებს არც კი შემოუშვები. მაგრამ მოგეხსენებათ მე რა თუ მამასახლისი არა, საერთოდ მეორედ ვარ ამ ქუჩაზე. ერთხელ ვიყავი 20 წლის წინ, აი ამ ბიჭთან ერთად, ვახტანგიშვილთან. შევედით ერთ მაღაზიაში და მე ისეთი ჰუდი მეცვა და ამას ისეთი შარვალი, რომ გამყიდვას შევეცოდეთ და კამფეტი გვაჩვენეთ. ერთი კამფეტი გაჩვენათ, ორივე? თითო და სხვათა შორის მე შენახული. ეს რაც შეეხებოდა ამ მაღაზიებს, დაგვრჩა მუზეუმები. მაღაზიებზე რამოდენიმე შეკითხვა შეიძლება? მამაკაცის ელები სადა აქვთ კარი? დასაწყისში სანდრას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით რაიხის მუზეუმის წინ, იქით არის ვან გოგის მუზეუმი. რა შეიძლება ითქვას ჰოლანდიელ მხატვრებზე? ვან გოგი და რემბრანტი ყველა მიცის. ვან გოგი და რემბრანტი, აი. მაგრამ ჰოლანდიელებს ყავთ იმდენი ცნობილი მხატვარი, რომ ვერ გამოლევ. აი როგორც რაჭაში მაისურაძეებს ვერ გამოლევ, ისე ვერ გამოლევ აქ ძველი ციგნებიდან იცის. განსაკუთრებით ოქროს ხანა ჰოლანდიურ ფერწერას ჰქონდა მე-17 საუკუნეში. ბევრი რო არ ვილაპარაკოს, ზოგადად მე მოვიხილავ. მე-17 საუკუნის ჰოლანდიური ფერწერა საზრდოობს მე-16 საუკუნის ჰოლანდიური კულტურით და დიდი გავლენა მოახდინა მე-18 საუკუნის მხატვრებზე. რატომ მაინდა-მაინც მე-17 საუკუნე? ეს ის პერიოდია, როცა ჰოლანდია გამოიყო ესპანეთს. ესპანეთის გავლენა აქ შესუსტდა. არა მარტო როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი გამოიყო, არამედ აქ უკვე არის პროტესტანტიზმი. ჩამოშორდა კათოლიკები აღარ არიან და შესაბამისად შეკვეთები აღარ არის რელიგიურ თემებზე. ეს მოციქული დამიხატე აქ და ის მოციქული იმაში, ეგეთი შეკვეთები აღარ არის, უთხეს რაც გინდა დახატეთ მხატვრებს. ამათაც მეტი რა უნდა და დაიწყეს ტიტველი ქალების ხატვა. ამ დროს აქ შეიქმნა შედევრები ყველა მიმართულებით. მაგალითად, ნატიურმორტში ტიტველი ქალი დოქით. პეიზაჟში ტიტველი ქალი ბუჩქში. ბუჩქში. აბსტრაქციონიზმში ტიტველი ქალი სამი ძუძუთი და კუდით. ბატალისტიკაში ტიტველი ქალი მუშკეტს უმიზნებს, მეორე ტიტველი ქალს ეროგენულ ზონაში. მარინიზმში ტიტველი ქალი კაფში. ტიტველი ქალი იხრჩობა. ორიოდე სიტყვა თქვათ ვან გოგზეც
თქვათ, იმსახურებს არა მის შემოქმედებაზე, არამედ გავრცელებულ მოსაზრებაზე თუ რატომ მოიჭრა ყური. არ არსებობს საყოველთაოდ გაზიარებული ვერსია. სამი ვერსიაა ძირითადი. პირველი რომ მის მეგობართან, გოგენთან წააგო სანაძლეო და მაგიტომ მოიჭრა ყური. მეორე წვერს რო იპარსავდა სარკე იყო დაორთქლილი. და მესამე ყური კი არ მოიჭრა. ყური დაუგუბდა. და უბრალოდ ჰოლანდიურში მოიჭრა ბრეხტენ და დაუგუბდა ფრეხტენ ძალიან მოსწონდა. ამიტომ თარგმანში არის. აი ქენით ეს გიდი რო ავიღო. შენ რომელ ვერსიას ემხრობი? მესამეს. ჩვენც არ მეპარებოდა. შეკითხვები თუ გაქვს მითხარით და მე საბოლოო რჩევას მოგცემთ უფასოდ რომ კმაყოფილები დარჩე. ნუ ექსპოზიციაზე კითხვას აზრი არ აქვს, ფასიანია იქ. რას მიხილავთ მიწევში? დაუშვათ და ჩვენი ჯგუფის რომელიმე წევრი არ არის კმაყოფილი. თანხის უკან მოთხოვნა შეიძლება? პრეტენზიები მოიწეროს ინბოქსში. აქ მალე მოაქვს თუ იცი? გააჩნია მალეში რას გულისხმობ. აი გაჩნია რა გინდა. მე ძალიან მშია. რა შეუკვეთე შენ? მე შევუკეთე სუპი. მე დევჭამე. ძალიან მშია. სხალი სადიშო. სანამ მოიტანენ. იქ ქვემოთ რო ვიდექი და ვეწევდი მსხალი იყო. იყო და აიღე? არა, ვიყიდე. რა გინდა მსხალი ამსტერდამში? 90 ცენტი. აი, რა ოქრო გვაქვს საქართველოში. არ უფრთხილდები. სხალი რატო იყიდი ამსტერდამში? ბიჭო, უცებ მომიდა მსხალი. აი ეგარი, არ გეტყობა ხო? ჯერ მოგინდა და მე თუ ჯერ დაინახე და მე მოგინდა. ეხლა ვერ გეტყვი რომ დილას რო ავდექი მსხალი უკვე მინდოდა. ო, გასაგებია. სხვათა შორის ამ ვიზიტზე ძალიან სოლიდური ტურისტი არის ბატონი დავითი. კი. თუ შედარებით თუ არის. კი, ქართულად არ ელაპარაკება არცეთ უცხოებს. კი. პირველი ვიზიტია. იმიტომ რომ ბიჭო ის არის. პოლიცია გორთული. არა. არავის არ არის. არავის არ. ამით ვერ მოახდენ ეფექტს. რა ვიცი, ნეაპოლში რომ შემოვარდებოდი. ნეაპოლში ნიშანდობლივია. იქ უნდა ჩემი ბიჭი იქ თამაშობდა და ჩემი ქართული უნდა გაეგონათ. რა მაინტერესებს იცი? აი ახლა ხო? აი ხა ნებისმიერ შეკითხვაზე ვიცლები. ეხა ვარ ენციკლოპედია. მიდი. ენციკლოპედია. ენციკლოპედია. რა მაინტერესებს იცი? აქედან რომ მიუფრინავთ. აქედან მივფრინავთ. რატო უნდა უფრო დიდი დრო? უფრო დიდი დრო. ვიდრე იქიდან რომ ბრუნდები. იმიტომ რომ აქედან უფრო შორია. ლოგიკურია. ესეთი პრიმიტიული შეკითხვა. ანუ ამერიკა ჩვენთვის უფრო შორია, ვიდრე იმათთვის საქართველო. კი. ამსტერდამზეც ეგრე მუშაობს, იმიტომ რომ ამსტერდამელებისთვისაც ისეთივე შორია, როგორიც ნიუ-იორკელებისთვის ამსტერდამი თუ პირიქით. სიმართლე გინდა? აქ იქიდან უბერავს. რა? უბერავს იქიდან. მართლა გეუბნები. საიდან? ნიუ-იორკიდან. რაზე გცემს ლასს? რას გცემს? რა მნიშვნელობა? თავარია რომ ნიუ-იორკიდან ყოველთვის ერთი მხრიდან როგორ უბერავს? უა, მრგვალია დედამიწა და ესეტრიალებს კრუგს. დედამიწა მრგვალია და უბერავს, ხო სხვადასხვა რამეა. არა, აი ხო მრგვალია დედამიწა. ეს ხალია იქ ხო კა?
წყალზე ვერ მიხვდება. დედამიწა, ანუ მსხალი დედამიწის აღსანიშნავად არავის არ გამოუყენებდა. ყველა იყენებდა ვაის სურს, კი რაღაცას მაგრამ. რაც არის? არა, მოჭმული მსხალი. მართლა გავს დედამიწა. მაგაზეც გეტყვი. ეს არის მსხლის მიმართ არ არის კარგი საქციელი, მაგრამ ვაშლის გაფეტიშება. მსხალი არის დემონიზება. იმას არის თავში დაეცა. დედამიწა ვაშს ეფლია ვაშლი და წითელ ქუდაა და ვაშლი. ლამარი არა, წითელ ქუდა კი არა, ისა 7 ჯუჯა. 7 ჯუჯა და ისა ბოროტი დედინაცვა. ო, ვაშლი. როცა მსხალს თავისი ადგილი უნდა კონდეს კულტურაში. ხო და რატო არაფერი არ მოხდა მსხალთან დაკავშირებით? აი არ ვიცი. აი ხო შეიძლება და რომ ბოროტ დედაბერს ხალი მოეცა. მსხალს უყურებდა. ცრემლი ესე დაჩაგრული ხილი მე არ მინდა. საქართველოა. ხალი ფაქტიურად საქართველოა. ჩვენ გვაქვს მსხლის ლიმონათი. ერთადერთი ეგ არის რა. სხვა მკითხეთ სანამ ესეთ ხასიათზე. მეცნიერო. დათო. აბა როგორ რაიცე? კითხვაზე მიხვედი? ხო. რო პირველმა გავიგონო. მიდი. აი ხო არის 5 ჩიჩი. ხუთი გრძნობა ხო არის? რა? 5 გრძნობა ხო გაქვს? 5. რა, ჩამოვტო დავკონკრეტებ. ყნოსვა, სმენა. ყნოსვა არა მაგრამ. არა, 5 ხო გაქვს, ვიცი. ყველაზე უფრო რომლის მაყოფილი. კიდე იბძვის. რა კითხობდი შე ვერ მოვისმენთ. გემო 5 გრძნობა ხო გაქვს მე შეგრძნება და ყველაზე უფრო მაყოფილი რომლი გაყენე. გემო ყნოსვა. ყნოსვა არა მაქვს არ თქვი. რაც მაგით. ყნოსვა და ისე. გემო. უკმაყოფილო რომლი. აი რომელიც ამოიღებდი. სმენა. არა, შეგიყვანს. იმდენი რამე მაქვს მოსმენილი. ხო და არა, ძვირად გირდება და. რა თქმა მე რო ილაპარაკო. ხედველობა აბზორები. აბზორები. ესა. ტიტრები წაიგი. ჩავთავ ტიტრები. ამ გაიგითხვა იყო ხო? აქ რატო წამომიყვანე? საიდან წამოგიყვანე? საიდან საიდან წამოგიყვანე? და მადლობელი დამჭი. მადლობელი დამჭი რომ აქ მოგიყვანე. სადეგდე. აი და სხალზე აქვს კიდე პრეტენზია. ეს ხალი არ დაგჭეს მაგრამ. საიდან მოვიდა? მეორე მსხალიც როდევს. ვიცი ისო. რამე რო დაემართო ზაპა. ეს ეხლა იყიდე? და ის არის ზაპასნოი მსხალი. ან ნომერში ორივე შეგვიძლია ვჭამოთ? ამას ვერ შეჭამო ყველა. არა, ამას არა, ის. თუ ამ მსხალმა არ გაასხა, იმას შენ გაჩუქე. და ჩვენ კიდე გამატარე რა. ესეც ასე. ოპა. ესეც ასე. ოპა, იგავარაკი არის ესეც ასე. და ისი რა არის? ეხა სასტუმროში მისვლამდე კოფიშოპის ვიტრინაში მადის აღმწვრელი ნამცხვარი დავინახე და 3 პატარა ნაჭერი გავიყოლე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საკუთარი გორმოცელობა ვინანე.
მორჩი იმას ცნობებზე. ახალი დავიწყე. რა. მახინჯი სიყვარული. ასე ახალი დაიწყო. სნობებზე მორჩა. და მახინჯი სიყვარული. მახინჯი სიყვარული ესე ქვია წაწარმოა. ნიუ-იორკის საპატიო ამსტერდამის ამგზაზე რატო არჩი? აი რა ვიცი, აბა ბრმა რო იყო ვიცოდი რაღაც აბედის წერო ვიცოდი, მახინჯი სიყვარული. სიყვარული როგორი იცოდე? ვერტიკალური და მუდმივი. ხო, მართალია სიყვარული უიმედო. ეს ის არის, ხო? საბასის კაკაკოქაჩული აპლიკაცია. ხო. აი, ისა განაგრძე შეკითხვა. გარგაერთე მე კინოს დავამთავრებ თუ შეიძლება. კინოს დავამთავრებ და სუყურებ. გლადიატორ 2-ს უყურებ და ჩემი დახასიათება ესეთი, ეს არის აბდაუბდა კინო. ეს არის ჩემი ლაპახარი. ვაშინგტონი განცხადებების და დაზუსტებების ქალაქი. ქალაქის 20% უჭირავს პარკებს. ეს უფრო მეტია ვიდრე პარკის წილი მუშტაიდის პარკში. აქედან შეაჩერა კენედიმ კარიბის კრიზისი, ამ შენობიდან დაშალა რეიგანმა საბჭოთა კავშირი, ამ შენობაში კი ბილ კლინტონმა და მონიკა ლევინსკიმ, ეს არ გვინდა. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდია. ამისი ვალი ცოტათი თქვენს გაქვთ. ეს კი ამერიკის ბანკის ვაშინგტონის ფილიალი. სხვათა შორის ბოსტონის ფილიალი რო დაჰაკეს ზესტაფონიდან სტაბილურობის აღდგენაში ესენი დაეხმარნენ. ეს კი კონგრესია, ამერიკის ყველა შტატიდან არჩეული კონგრესმენები აქ იყრიან თავს და ამიტომ ქუჩაში ხშირად ისმის ამერიკული აქანე იქინე, კაი კანონია სიმონ, გუუმარჯოს და რასამბო ბიო. შვენიერი ხალხო, ადექით, გაიღვიძეთ, გვაგვიანდება, საუზმის დროა. მე ყველაფერი გავიმზადეთ ჩემთვის. თქვენც ადექით და გაიმზადეთ. It's a strong on robbery. It's been many on the patch, had to copy me. But you need design on your feet just to walk with me. Ain't no stopping me. It's a strong on robbery. They can't do it for me just to say the least. I'ma get head rent free and I ain't sign a lease. Hey, you know we blow big bags. All in the mall, yeah, we popping them big tags. Make a pro do whiplash. Here we dripping too hard like we leaning on kickstand. Have you ever blew a couple stacks? Forget that, lost 100 racks. ჩვენი ამერიკელი კოლეგების მოწვევების გარეშე ვესტუმრეთ ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქს ვაშინგტონს, სადაც გვექნება სამუშაო შეხვედრები. მაგრამ რადგან ჩვენ სამუშაო ვიზა არ აგვაქვს, შეხვედრებიც არ გამოდის. თუმცა გაგვიმართლა რამდენიმე დაბნეულ იაპონელ ტურისტს მაღალი დონის დელეგაცია ვეგონეთ და ჩვენთან ფოტოები გადაიღეს. გილოცავთ მეგობრებო. ჩაინიშნა რამდენიმე შეხვედრა, რაშიც ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი მეგობრები კონგრესიდან და სენატიდან. კონკრეტულად კი სენატის წირო ფანტანია იმის მექანიკოსი
და კონგრესის ბუფეტის მოლარე და მისი ძმა. ასე რომ ყველაფერი წინ არის. ძალიან დატვირთული დღე გველოდება და მოდით ნახოთ რა წერია კონვერტში. გიორგი ვაშინგტონი იქნებ მანდ მაინც დაადგინოთ სად არის დიპ სტეიტი და მოინახულოთ. წავედით ახლა თეთრსახში, კონგრესში, სენატში, ქუჩებში და დავადგინოთ რა არის დიპ სტეიტი. ანუ ვაშინგტონი შევაწუხოთ. კი. მიდი დათო. წავედი. აუშვით ლაბაძე. 5 იანვარი, სოფლიო დასვენების დღე. 5 იანვარი, სოფლიო დასვენების დღე. 5 იანვარი. მოვედით თეთრ სახლთან. ოვაციებით ხვდებიან ადამიანები, უამრავი ადამიანი შეიკრიბა. პროგრამაა ჩვენთვის გაკეთებული რაღაცა ცეკვა სიმღერის, ეხა მეორე ნაწილი დაიწყება, სანამ დაიწყება, მანამდე უნდა გითხრათ რას ვაპირებთ. მოკლედ შევდივარ თეთრ სახლში, გველოდება მთელი ადმინისტრაცია ფეხზეა. კი. დილიდან ფაციფუცობენ. სპეციალურად გამოწყობილები ვართ კოსტუმებში, ვინაიდან ბოლო იუმორისტი, რომელიც კოსტუმის გარეშე იყო, გახსოვთ როგორც მიიღეს, ამიტომ თავი დავიზღვიეთ, რომ რამე მარცხი არ მოგვივიდეს. გვაქვს ჩვენი რაღაცა მოთხოვნები, პრეტენზიები, სურვილები. უფასო საჭმელიაო ამბობენ შიგნით. ეგ არის სურვილები და მოთხოვნები. ეგ არის ოცნებები. აი, წამოშევიდეთ, ნახოთ რა გამოვა თეთრი სახლის შიგნიდან ინფორმაციას გამოიტანს გიორგი. ეს ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინა. მიუმართავ ხაზინის დირექტორს. ანაბრები დააბრუნეთ თქვენ. მოიცა, არასწორად დგავართ, გაგიჟდება. გაგიჟდება, ხო? ფერიტანს უწესრიგობას. აჰა. მოვალო 5 წუთშიო. მაგის 5 წუთი ვიცი მე. რა ქვია? სამანტა. სამანტა? მექსიკის მხრიდან არის მოსული ვახოე კაკაურიძე. დგას კაქტუსთან და რო შემოუშვათ. ჯაფარაძე ხო არ არის? არა, ჯაფარა შემოიპარა. როგორ? შემოიპარა. შემოპარულა, კარგი, მადლობა. მე ახლა გავაკეთებ იმას, რაზეც მთელი საქართველო ოცნებობს. ოპ. ბიჭო, ეხლა რო პუტინმა დამირეკო. ბიჭო, საქართველოში დაურეკე. აუ, თუ დაგირეკა დამალაპარაკე მე. ბიჭო, საქართველოში დაურეკე ვინმეს. ვის დაურეკოთ? მოდი გლოვო გამოიცა. ბიჭო, ჯანელას ეხლა რო უყურებ სომხეთის პრეზიდენტს გავს. უი, მართლა პატივია. ესე ჩაცმული და ამ გარემოში. აქ ხო არ არის, რა მაინტერესებს, აქ უჯრაში მაინტერესებს, სადმე დიპ სტეიტი ხო არ არის. მოდი, ჩვენთვის არის დადგური. ყველა თავის ადგილად. აჰა, აძმაო. კაცები უნდა ჩაწერო 100. ეხლა რო შემოვიდეს ფეხზე წამოხტეთ, ხო? ხო, ეხლა გიჟივით რო წამოვიდები. ვეღარ დგები ხო მაგ. ის კოკა-კოლას კნოპკა აღებულია? გიორგი ჯანელიძეს დაუძახეთ რა თუ შეიძლება. ეს რატოა ესე? დაჯექი და აგიხსნი. ესეც ხდება საკითხი, მოიწიე? ამ საქართველოზე რა ვქნათ? მიდი. ეხლა ნახეთ როგორ უნდა გაიხოს ამერიკა კორუფციაში. ეხლა მაგარია რომ აქ რო ჩაეძინოს რა ეს. არა ბიჭო, აქედან კაი საქმეების გაკეთებაში. ბატონო პრეზიდენტო. აი ხა ერთი ზარი გინდა და საკაბობე გახსნილია. Yes. We are ეგ მაგიდა გაიტანეთ, ხა მოიტანეს ესე. მოვიდა უკვე სატვირთო? ისე ლემნები შენ გაქვს. მიდი. აბა მიდი. ბიჭო, ამ ჟღლინჩი ჩავყავი. კაი, წამოიხა გავიაროთ თვითონ თეთრ სახლში. ბუფეტი გაინტერესებს? ოპა. წავედით.
კაპიტოლიუმი. Deep State თუ არსებობს, არ არსებობს რომ აქ არ იყოს. ვინმე მაინც, ვინც იცის, ვინ არის, სად არის Deep State. აი ადგილას მოგვიყვანე. ჯეთი ეს არის ყველაზე მაღალი წერტილი. ახ რო ავიდეთ, რო გადავხედოთ. შეიძლება გამოჩნდეს მაღალია. გაუწილებლად დავაფიქსირებ. ბიჭო, ნიგოზეთის მეთოდიკა. მე მაქვს ესეთი აზრი. შევეცდები რომ აქ ხალხი რო დადის, არ არსებობს ვინმე რომ არ იცოდეს. მივალ, ვინც არ უნდა იყოს და ვკითხავ. ისე რა ნიშნით რაღაცა, პატარ ცინკი რომ მივცე. ო, კარგია. და ვნახოთ რა იქნება. აი, მე დავივლი რაღაც მაღაზიებს და რაღაცებს გამოვკითხავ. აჰა. ჭამა ხო უნდა ხო შევიდოდა Deep State-ი. მე ხა რო გადავხედე. Deep State ესე სახალხო ხო არის იulis. იქნება დამალული დღისით მაინც. რო გადავხედე. აი აქ ეხა მე რო დამალვას ვაპირებდე. შენ რო Deep State-ი იყო. ბუჩქები. ბუჩქები თუცავთავს. აშკარად ვიღაცაა შიგნით ის ტრაქტორი ისეა იქ მეყენები. ამ ტრაქტორით ვინ იulis თუ არა Deep State-ი. კიდევ ერთი ვერსია რომ შეიძლება Deep State-ი არის ტრიპაჩი. შენ პარკინგი დაიარე და ნომრები ნახე ხო არა? თუ აწერია Deep State 0001, ეგ არის. არა, DS Deep State. Facebook-ზე ვიპოვე ჯგუფი Deep State და დავწერე რომ კაპიტოლიუმთან მდგავარ საქართველოს დროშით და გამოდით. ეს უფრო გამოტყუებაზია. Deep State-ი გეტო Deep State-ი. იმას? ხო, ჯგუფს. იმას არა Deep State-ი და მე მქვია უსამშობი. კაი, წავედით მაშინ, ხო? წავედი. მე წავედი. ბუჩქებში. გამატარ. მიდი, წადი. გამარჯობა, მოხუცო. Deep State-ის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციაზე ვიხდი, ხო იცი? იცი რამე მაგათზე? მიდი აბა მითხარი. სად ვეძებო? გამიგებ საღამომდე? მაშინ საღამოს გამოვივლი. აბა შენ იცი. არავის არც ერთი სიტყვა არ უთხრა. რატო ვითომ ბექი ნონლი? ალბათ მძღოლმა წინ იმიტომ უნდა იყუროს, რომ ამ დროს უკან Deep State-მა იმოძრავოს. გასაგები. სამი ექვსიანი აქ ნომერში და ამ მანქანით იქნებიან. აქ დაველოდები. ეგენიო გადავიდნენო Deep State-ი ავარიული შენობა ჰქონდათო და სოფელში წავიდნენ მე მგონია აი არ ვიცი არავინ არ პასუხობს მაგრამ დამსინეს უკვე კარგია რაკეტი ვერაფერი შენ თვითონ Deep State-ი ვერ ვიპოვე, მაგრამ სურცლი. ეს ნახე. სხვა ცხოველი აქ არ არის. ეს არის Deep State-ის სურცლი. ბიჭო სანადიროთ რომ მიდიხარ. გეუნებიან. მე ბუჩქებში რო ეძებ, აბა რა უნდა იყო. შეხედე. ფხვიერი. სუახალია. აქტიურად ნაპოვნი გვაქვს. სადღაც აქ არის, შორს ვერ წავიდოდა. თბილია. შერაკელი.
არავინ არ გამოვიდა. რატო არ მიკვირს? მერე დაცვას ვკითხე ბიჭები სად არიან? ეხაო სადილი. სადილიაო, სადილობე. შენ ხელი დაიბალე და ისე ჭამე. სულწლი გაკნაზე. არა, ეგ ეხა ფაქტიურად შენ გაკაკ შეგიშვებენ, რო ანახვა ეს. კი. დათო, ეხა უცებ რომ მოვიდეს ვინმე და თქვას deep state-ი ვარ, შენ ხელი არ ჩამ. მოკლედ მე ვერ ესეთი ვერ ვნახე, მაგრამ გავარკვიე ინფორმაცია. აქედან აი ამ მიმართულებით ერთი კაცია აბრაამი. დიდ კაცს ის მიდით იმას ეწოდინებაო. ვიცი კაცო ეგ აბრაამი. ისა мама აბრაამის ბატკანი. მანქანის გვარია. აბრაამ BMW. დოჯი. Deep State-ი სად არის, ხო არ იცით? ამანაც არ იცის. ვერ გვაქვს კარგად საქმე. როგორი პაუზა იყო სერიოზულად. ვერ გვაქვს კარგად საქმე, პირდაპირ უნდა ითქვას. მე მგონია რომ პირიქით, კარგად არის საქმე. მიდი აბა. ერთ სახლში ხო ვიყავით? ვიყავით. კაპიტოლიუმთან ხო ვიყავით? თითქმის კაპიტოლიუმში ვიყავით. კი ბატონო. ობელისკთან ხო ვიყავით? ობელისკთან ვიყავით. ლინკოლნის ძეგლთან ხო მოვედით? ლინკოლნის ძეგლთან მოვედით. Deep State-ი სადმე ნახე? ხო და მაგას გეუბნები, არალი. ესე იგი, კარგად არის საქმე. მოკლედ ოფიციალური განცხადებაა გასაკეთებელი რა. ბატონო გიორგი. დავიწყოთ იმით, რომ deep state-ი არ არსებობს. მაგრამ ჩვენ მაინც უკმაყოფილოა. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი შევასრულეთ, რაც იყო ეწერა კონვერტში, მაინც უკმაყოფილოა. ერთ სახლში ცივად დაგხვდნენ კონგრესში, საერთოდ არ შეგვიშვეს. ამინდით არ იყო სასიამოვნო. კარია. ხო, მაგრამ ჩვენ ამით ვერ შეგვაშინეთ. ჩვენ სულხან საბას ქვეყნიდან ვართ. იმას პირველ ვიზიტზე რა შედეგები ქონდა? ეს გაიხსნა. ასე რომ მეგობრებო, ხნეთ ნიუ-იორკის. ავედი, დავაწექით. სად წავიდეთ? ნიუ-იორკებში. სახში მიმიყვანე. ჩემი ნიუ-იორკის ბინაში მიმიყვანე. თეთრ ზაღლში ვერ მოერგე? თავისი უნიტაზი ანახე. არ არის ვაშინგტონი. აი, წავედით, შენ იქნები ნავიგატორი. მე მეფს კი დავაყენებ, მაგრამ სად გავუხვიო და სად გამო? ეცამი რა. მე ვარ ნავიგატორი, რადგინა მეფი. ოღონდ გეხოდი მაშინდელივით არ ჩაგეძინოს. მე თუ ჩამეძინა ამას ჩართულს დავტოვებ. აი, წავედ. რა სტოვებ ჩართულს? აქ ქალი იძახის. მიუხვიე, მოუხვიე, ოღონდ ინგლისურად. 4 საათი არის გზა, გაიწეწება სპონსორი და არასოდეს აღარ დაგვასპონსორებს. რა გაიწეწება? მაგით Google-ს ჩართავ რო ხარ? არა კლდება. Roaming-ის გიგაბაიტებს არ აკლდება Google Map. მართლა? მართლა, ხო. აი, მე საერთოდ არ ჩამირთია. ამოიღეთ, უგულაო. ყველამ ჩართეთ, წავედით? იმიტომ უნდა იკითხოთ წიგნები, რომ იცოდეთ. ჩარევ წიგნებს ეკითხულო? აბა, ის პლანშეტი? ტაბლეტი რა უყარო? ის დაჯდა და ტელეფონშიც. ზატო დაჯდა. ფათაშორის იტენება, რო იცოდე რა, რო ჯდება, მე ერჯერადი, ხო არ გადააგდე. სხვანაირ შტეპსელები რო დამახვედე. გეთქვა მე გადაფხვას მოგცემი. ბიჭო, რა პრობლემებია? რას კითხულობ? რას კითხულობ? ეხა ეს ტელეფონიც რო დაუჯდება, მე რა. არა, ეხა უკვე იცის რო იტენება. რას კითხულობ? პატრიკ მოდიანო. ეს პატრიკ მოდიანო? არა, პატრიკ მოდიანო. თუ მორბიანო. მან დადგა საბას აპლიკაცია? მაშ. კარგით. ეს პატრიკ მოდიანო ავტორია და ნაწარმოების სათაური ჩვენ კი შეგვეფერება, ოღონდ სხვა რამეზე არის. აბა. რა ქვია? ხო. ცირკი მიდის. ზუსტად, ცირკი მიდის ნიუ-იორკში. არა. დაკოკე. მოდი ესე ვქნათ. ცირკი მიდის, კლოუნები რჩებიან. არა, ეს ოღონდ სერიოზულ თემაზეა. მოიცადე, ჩვენ არა სერიოზულია? თქვენ კი. მე ნახე რა პიჯაკით მოძრაობდი დღეს. კი. პატრიკ მოდიანოს ცირკი მიდის. ცირკი მიდის. ეს არის რაზე, იცი? ყოლიათ შეყვარებული, რომელიც ჰოპ და გაქრა.
ნუ ჰოპით აუცილებლად? კი, ჰოპით. ეგრე ჩემ მეგობარს ხო და ჰოპით რო გაქრა და. უხუპოდ კი. და მერე? ნუ მოკლედ ესეც სიყვარულზეა, საფრანგეთი რო გერმანიას ყავდა ოკუპირებული მაგ პერიოდში და სხვათა შორის ლაბაძისნაირი პერსონაჟია ერთი. ანუ ლაბაძისნაირი, ანუ მაღალი ლამაზი. უყურე როგორი კაცია. ნიგოზეთელი. პატრიკ მოდიანო იყო თვითონ ნიგოზეთში მოგზაურა. უпростоრად мама ყავს ლაბაძისნაირი. აჰა. უკვე შეიძლება. ებრაელი იყო და იმ პერიოდში როცა ებრაელებს დევნიდნენ, ამან გააყალ პასაბუთები. და არც ვარსკვლავი ეკეთა და არც არაფერი და მიდგა მოდგა და ცხოვრობდა მშვენივრად, ვიტომ არ იყო ებრაელი გერმანელების ოკუპირება. ანუ ნიკოლა ბაძე იგულისხმეს. დათოც. კარგი, ეხა მივდივართ და სამწუხაროდ პლეილისტში ეგ არა მაქვს. ამიტომ ყველანი ერთად ღერით. რამტამ ტარადარა რამტამ ტარა რამტამ გიორგის რო თხოვოთ რომ გზაში ხმამაღლა გვიკითხოს. კი, იცი რა, ვაშინგტონის გასასვლელთან მე ჩამოვა. ანუ გიორგისთვის ეს იქნება ჩვეულებრივი საბა და ჩვენთვის იქნება აუდიო ციგნი. წავედი მე. ცირკი მიდის. ცირკი წავიდა. ცირკი დაიწყო. წავედი. Bravo.